კეთი ძალიან მომეწონა ერთი ფრაზა, როგორ მოვერგოთ სტრესს, რომელიც ახსენე და ერთი შეკითხვა მაქვს, შეკავებული ემოციები პასუხს გაუცემლობა, როცა უხეშად მოგმართავენ და არასამართლიანად. რამდენად კავშირშია სიმსივნესთან და როგორ მოვიქცეთ ამ დროს, როგორ მოვერგოთ ესეთ სტრესებს, როცა გვინდა პასუხის გაცემა, მაგრამ ვერ ვცემთ. მაგალითად სამსახურში უფროსთან, სადაც ვიკავებთ იმიტომ, რომ სამსახური გჭირდება. და ესეთი ბევრია, ეს მაინტერესებს. კი, უნდა, როდესაც სამსახურზეა ლაპარაკი, როდესაც მუდმივად და ქრონიკულ რეჟიმში ხდება, ქრონიკული ფორმით ხდება სტრესის ქვეშ მუშაობა, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება დიდი ხნის შემდეგ, რაღაც გარკვეული ხნის შემდეგ გამოიწვიოს სიმსივნის პროვოცირება, რისკი იზრდება. კიდევ ერთხელ აი იმ პროფილის გათვალისწინებით და პერსონალიზებით, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, ხო? თუ ამას აქვს შემთხვევითი ხასიათი, ეს ძალიან ის არის ინდივიდუალური, თქვენ როგორ თვლით საჭიროთ, რომ ამას უპასუხოთ, რა თქმა უნდა, ამ სახის ქცევას, რომ ეს თქვენზეა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული რა სახის რეაგირება გექნებათ, მაგრამ როდესაც ამას აქვს მუდმივი და ქრონიკული ხასიათი, აუცილებლად გამოიწვევს, აუცილებლად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გაზრდის სიმსივნის რისკს, ავთვისებიანი სიმსივნის